2026 წელია და ალბათ გაინტერესებთ რატომ ვდებ 2 წლის წინ გადაღებულ vlogs ახლა. საქმე ისაა რომ I put things off. საქმეების გადადება მიყვარს. და შემდეგ როცა მიუბრუნდები, აღარ მომწონს თითქოს ის დაწყებული საქმე. თითქოს გავიზარდე და ჩემს სოლ ვერსიას ისეთ ამამად ვეღარ ვუყურებ ან ვეღარ ვაზიარებ. მეტიც, კიდევ რამდენიმე ვიდეო მაქვს ასე გადაღებულ დამონტაჟებული, მაგრამ გამოუქვეყნებელი. არა და ეს ვერსები ხო არსად მიდის. ისევ ჩვენ ვართ. უბრალოდ ცოტათი მეტი გამოცდილებით, ნაკლებად კრინჯები, ან შეიძლება არც. ხო და წელს გადავწყვიტე სათითაოდ გაგიზიაროთ, რადგან იდეალური მომენტი არასდროს დადგება. ამ ვიდეოების ხარისხი, კადრები, ესთეტიკა ვეღარ გაუმჯობესდება. მე კი მაინც მინდა მახსოვდეს დედაჩემთან ერთად პირველი მოგზაურობა. მეგობრებთან ერთად აბუდაბიში ბიუჯეტურად წასვლის ფეილი, ან Coldplay-ის კონცერტი. არა უშავს თუ მათი კეთების პროცესის შემდეგ შევიცვალე. უფრო მეტი რამ ვისწავლე. გადაღების, მონტაჟისა და ამბის თხრობის სტილი გავიუმჯობესე. უკეთესი აპარატურა მაქვს თუ სხვა, რას ვკარგავ. რაც არ უნდა იყოს, ხომ ვერაფერი ჩავინაცვლებს iPhone-ით გადაღებულ მოგონებებად ქცეულ ნამდვილ მომენტებს. ხო და ვიწყებ ძველი ვიდეოების სერიას. ეს vlog-იც ამ სერიის ნაწილია. არ იქნება იდეალური, მაგრამ იქნება გულწრფელი. Slow down, you crazy child. You're so ambitious for a juvenile, but then if you're so smart, tell me why are you still so afraid? Where's the fire? What's the hurry about? You better cool it off before you burn it out. You got so much to do and only so many hours in a day. Hey, but you know that when the truth is told that you can get what you want or you can just get old, you're gonna kick off before you even get halfway through. Ooh, when will you realize Vienna waits for you? მოკლედ, მეგობრებო, ახლა ჩვენ ვართ ვენაში, ტრამვაით მივდივართ, ვოტივკირჩაში, ვოტივკირჩი არის ტაძარი, მე მგონი კათოლიკური, რომელიც ძალიან ლამაზია, რაც TikTok-დან აქვს ნანახი და ნახოთ, ეხლა ძალიან გარეუბანში გვაქვს აღებული სასტუმრო, მაგრამ ტრანსპორტი არის ძალიან ახლოს, პირდაპირ ტრამვაით ჩერდება სასტუმროსთან, ამიტომ არ არის პრობლემა. აქია პირდაპირ და მაღაზია არის პირდაპირ, რამის ყიდვა დაგჭირდეს. თქვენი პირველი მოგზაურობა აქ არ ბატონო ნინო? დიახ, ჩემი პირველი მოგზაურობა. ლამაზი მეტყვარი, ანუ გიგონება რომ სადღაც მეტროში კი არა, იქ მიდიხარ. პირველი რაც ვნახეთ იყო ვოტივკირჩე, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნეოგოტიკური ეკლესია. მე-19 საუკუნეში აშენდა და მადლიერების სიმბოლოსაც ეძახიან. რაც ყველაზე მეტად მომწონა აქ იყო სიმაღლე და როგორი ნათელი და მშვიდი იყო ყველაფერი გოთიკური სტილის მიუხედავად. რადგან ამ წამის ჩამოსულები ვიყავით, გადავინაცვლეთ ერთ-ერთ კაფეში მიმდებარედ და მერე გავისეირნეთ ცოტა ქალაქის დასათვალიერებლად. ახლა მივდივართ უნივერსიტეტში. მაინტერესებს კიუს გავს თუ არა. ნახოთ ვენის უნივერსიტეტი. ეს არის უნივერსიტეტის შენობა. ხო ჩავაბარო. ვენაში უკვე ახალი წელია მეგობრებო. ვიდეორთ მეგობრებო რაღაც კათედრალში, რომელსაც ქვია ჯიზად თუ არ ვიცი სწორად გამოთქვამ თუ არა. და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კათედრალია, რაც TikTok-ზე მინახავ. მოგვიანებით მოვიძია და მე-17 საუკუნეში აშენებულა იეზუიტების მიერ. სივრცე სავსეა ოქროს დეტალებით, როგორც ხედავთ. გარედან ეს ტაძარი ძალიან მარტივი ჩანდა, მაგრამ შიგნით ბაროკოს სტილის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული სივრცე დაგხვდა ვენაში. შემდეგ სტეფან დომისკენ ჩავისეირნეთ და ისეთი შოკის მომგვრელი იყო, რომ ახლა ჩვენ შევდივართ სტეფანს დომში.
ეს არის როგორ გამოიყურება გარედან და სასწაულია. მგონი არცაა საჭირო რაიმე ვთქვა პირდაპირ გაჩვენებთ. დომიდან გამოვედით. ახლა მივდივართ მოცარტის სახლში. დაგვპატიჟა. აი ეს არის მოცარტის სახლი. ახლა ვფიქრობდი, რომ ამ ქალაქში არის ყველანაირი ესთეტიკის შერწყმა. ვნახეთ რაღაც ძველ ბერძნული არქიტექტურაც დაახლოებით. თან ერთად ვნახეთ ასევე გოთიკური არქიტექტურაც. შტეფან დომს გულისხმობ და საოცარი იყო. და პლუს მაგას ვნახეთ ბაროკოს და გოთიკური არქიტექტურის შერწყმა. ანუ რაღაცა მიქსია ყველაფრის და ყველანაირი ხვდები რა. ყველანაირი ესთეტიკას ესე მგონია ამ ქალაქში. მოდით სასტუმროში. იგივე დღეა, უბრალოდ გამოვიცვალეთ და ეხლა მივდივართ რაღაცების დასათვალიერებლად. სალამაზი მზის ჩასვლა. ედით ბრატერში. Disneyland ვერა, მაგრამ ასე კაი არ მეგონა. ალბათ შეხედეთ მომხელა, აქედან რომ ჩამოვარდებ. აი რა უნდა დარჩენ ხო? Disneyland-ის დუქმა ძალიან კარგია. აი ეს ღია და ეს ყველაზე ღია როლერ კოსტერი. Disneyland-ის ფლეშბექები. მინდა თუ არ მინდა. იცით რა, პატყუებდით სინამდვილეში არანაირი ვენა, ანუ მე ვენაში არ ვარ. მე ვარ ქუთაისში, გორის პარკში. აგიმკიცებთ ამ ყველაფერს. აი მოვედით ქუთაისის ცნობილ ეიფელის კოშკთან. ხარჯზე და ჩემს რამენა აქ მიდელეთ და არ მომხვევა. ბატონ მეშინია. ან მაგარი პარკი არ მეგონა რომ ესე კარგი პარკი იქნება. ჩვენი ახალი მეგობარი. აი მეგული გამისხდა უცებ. აი ჩვენ გორილა. კონდენსიონერი. ხო შეიძლება იცით ფილმი Before Sunrise. ძალიან ესეთი ატრაქციონია, რომ უნდა გამოსცადო და ნახოთ. ძალიან დიდი ეშმაკის პრობლემაა, მაგრამ ასევე ძალიან დიდი რიგია. ვართ პრატერში, ანუ ვენის ერთ ყველაზე დიდ გასართობ რა ქვია? ნუ დისნეილენდის მსგავს რაღაცა პარკში, გასართობ პარკში, კინოამცენტრი ვთქვი. და ეხლა ვდივართ ყველაზე დიდ ეშმაკის პორტალზე, რომელიც 1914 წელს შეიქმნა თურმე. ხო და ძალიან მაინტერესებს. 14 ევრო გადავიღადეთ. არა, 28 ევრო გადავიხადეთ. და იმედია ღირსთან 9 საათზე მეტია რიგში ვდგავართ და ნახოთ, იმედები არ გამიცრუდება. ჩემი აზრით უკვე არ ღირს. ჯერ არ დამსხდაროთ, მაგრამ ანუ რა უნდა იყოს, რომ აი ამდენი ხნის რიგი დამოვიწყოს და მათ ქონდეს რომ ვაუ, კიდე კაი. ჩვენ ჩავსხდებით აი მე-6-ში. ბაბი, ვიღაცა ხელს თხოვს მე მგონი. რაღაც ძალიან რომანტიკულია. ვიღაცა შამია, ანეს, რა ვიცი, მე მგონი მეორე course meal. მე მგონი ხელს თხოვს ახლა ეს. ჩვენ დავჭით ასე. დაგვიცრუდა იმედები. მე-8-ში შევდივართ სამაგერად. Thank you. Moment of the truth. მოგეწონა? მაინც. ირდა then loading-ად. გამარ. ეხლა ნახე რა გნას, ეხლა ნახე რა გნას. ვაიმე, კაინა. დღე მეორე. ჩვენ მივდივართ ბიბლიოთეკაში. ამ დღეს იყო დედაჩემის დაბადების დღე, ამიტომ ძალიან ბევრი არ ვიარეთ ტურისტულ ადგილებში და დაუგეგმავად გზაში აღმოჩენილი სანახაობების გარდა, მხოლოდ ეროვნულ ბიბლიოთეკაში შევედით, რომელიც იყო უზარმაზარი და ულამაზესი. მოვედით ფალაუს დაუნკინსკიში. ეს თუ ფასოა შესვლა. მოკლედ, როგორც თქვი, გავლით დათვალიერებული სანახაობების შემდეგ, როგორც იქნა მივედით ბიბლიოთეკაში, 18 საუკუნეში აშენებული და უფრო სასახლეს გავს ვიდრე ბიბლიოთეკას. მთავარი დარბაზი სავსე იყო ძველი წიგნებით, შთამბეჭდავი ფრესკებით და ბაროკოს დეტალებით.
მართლა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ბიბლიოთეკაა, რაც მინახავს. მეგობრებო, ამხელა ბიბლიოთეკა და ამდენი წიგნი. მე პირადად არ მინახავს არსად. შენ, მაგრამ ყველაფერი ოქროსია თან. მე მგონი ყველაზე ლამაზი ბიბლიოთეკა, რაც მინახავს. აქედან გადავინაცვლეთ ერთ-ერთ კაფეში დაბადების დღის აღსანიშნად. თუმცა, როგორც ყველაფერი სხვა ამ ქალაქში, ეს კაფეც მუზეუმს უფრო გავს ვიდრე კაფეს. მუზეუმი არ გეგონოთ, კაფეში ვართ. საჩუქრად მოგიტანეს შამპანი. იმიტომ რომ დაბადების დღეა დედაკოს. ეს ყვავილები სულ თქვენ მოგართვე? დიახ, ჩემია. გამოიცვალა მეგობრებო. ეგ უკეთესია. ეგ უფრო გიხდება. საჩუქრად დაგვიკლეს მაკარონებზე. მაკარონი არ მაქვს გასინჯული და ეხლა უნდა დავაჭირო. ახლა მოვედით ოპერის წინ რაღაც შენობაა, ზუსტად არ ვიცი. რა ტერასიდან გადმოვიხედოთ for sunrise რომ არის ფილმი. ნახოთ ის ხედი, რასაც მაგ ფილმში თავი პერსონაჟები, რომელთა სახელიც არ მახსოვს, აქედან გადმოვხედოთ ზუსტად ისევე, როგორც ეს პერსონაჟები აკეთებდნენ ამ ყველაფერს. ძალიან უყვარს ხოლმე ზოგადად ფილმების ადგილებზე მისვლა. ნახოთ შემდეგ ვლოგებში, კიდევ რა ადგილებში მოვხვდები, რადგან ფილმებია გადაღებული. ჩემი ოცნება არის Stars Hollow-ში წასვლა Gilmore Girls-იდან და კიდევ Warner Brothers-ის გადასაღები მოედანი, აი მადმი და ძალიან ფრენცის გადასაღები მოედანზე მინდა. კორეაშიც კარგი იქნებოდა კი. Storybook-ში წასვლა მინდა. კანადაში ეს ადგილი. ან ერთხელ ზღაპარში სადაც არის გადაღებული. აი მაგათ. ნახოთ შემდეგ ვლოგებში ამ ადგილებს თუ ვეწევი. დაწერეთ ერთი ამინ. კომენტარში. ეს არის სასამართლო მეგობრებო. თუმცა ზედმეტად გვიან ვართ მოსწრები, ამიტომ შეგიძლიათ არავინ არ შეგუშვებს. ფოტოები რომ გადაგვეღო, წავედით ვენის პარლამენტის წინ მდებარე შადრევანთან. მართლა ულამაზესი იყო. ხოლო თვითონ პარლამენტის სვეტები ძალიან წააგავდა ბერძნულ არქიტექტურას. დავასრულეთ პრატერში, რადგან მინდოდა დედაჩემს დაეძლია როლერ კოსტერების შიში. რას ფიქრო? მაინცულებს ჩემი შვილი რო არ გაიძულე. აუ, კაი, მართლა ხო არ გაიძულე. ხო გინდა ნამდვილად. გამოცდა ნამდვილად. ხო, გამოცდილება. ანუ ჩემი ეს ხო. არ იყო ძალიან ჩქარი. ვინი გამიშრა, ფიზიერი დაშვება იყო მაგრამ. იყო ესეთი შაშიში რა ნებილობდი? არ იყო ჩემი აზრი. უფრო თან. დღე მესამე. მოვედით ბელვედერეში. თუმანჩება არ ვარ კარგ სეზონზე გავისთვის მოსული. მე ვიდეო თუ ეხა ქუთაისში წვიმს, თან როგორ წვიმს, აი ხლეშა წვიმა არის, რასაც გვია. აქ ცხელა. პირიქით რატომ მეგონა? დასიცვა.
მე პირადად ყველაზე მეტად რამაც გამაოცა იყო კლოდ მონეს ტექნიკა. თითქოს ფორმები არ არის, ფორმებს არ ხატავს და ფერების დასმით იღებს ისეთ სივრცეს და კიდე სიღრმეს, რომ გექმნება იმის ილუზია, თითქოს უყურებ ფორმებს. ამ დროს სწორი ფერების შერჩევით არის ძალიან მომეწონა. საკეთილია მეგობრებო. მაგრამ აქ გადაიღეს ის ფილმი. Before Sunrise-ის ლოკაცია დაკეტილი და გვხვდა, მაგრამ იქვე ძალიან კარგი ადგილი ვნახეთ ლუდის დასალევად და ახლა გავსინჯოთ როგორი არის ვენაში ლუდი. ეს არის აქაური ლოკალური ლუდი და სინჯოთ. მოგეწონა ლუდი. რათიდან 8-ს. მე გერმანიაში უფრო მომეწონა სხვათა შორის. ცოტა ლაითია, მსუბუქია. მართალია იქვე მივედით, სადაც ნილების შოპში, სადაც მოусმინეს იმ მუსიკას, იმ ფილმიდან, მაგრამ მოვედით სამაგერად იმ კაფეში პერლ ესეთი, სადაც ისაუბრეს და ვინც მოხვდებით ამ კაფეში, უყვედეთ გოგრის სუპი. ძალიან გემრიელია. 10-დანაც მიუწერ ამას 10-დანაც. მეგობრებო, ეხლა მოვდივართ ამ ფილმიდან ისევ Before Sunrise. ხიდი რომ არის, რომელსაც გადმოდიან პირველივე წუთებში ფილმის. არ ვიცი რა ქვია ამ ხიდს, მაგრამ საკმაოდ ლამაზია, მწვანეა და მე მწვანე მიყვარს. ძალიან საყვარლობა, მაგრამ არ ჩანს თლად. კიდევ დაგვიგეთ აქ. ეხლა გადავწყვეტეთ. უბრალოდ ღამე ვისეირნოთ. მე და კილიანი მოგესალმებით. Hello. ჩვენი ბოლო დღე ვენაში. მივდივართ აეროპორტში. This trip had me realize that my mother is just a girl, and it's her first time living on this earth too. We often look at our parents as ultimate parent figures and criticize them so hard if they don't have everything together perfectly. But we forget that they were not born as mothers instantly. Once, they, just like us, were immature teenagers who most probably laughed and cried, dreamt and shattered through disbelief, have loved and been loved, had their ups and downs, most probably made some stupid decisions too. But they eventually turned out just fine, right? Seeing the spark of youth in my mother's eyes reassured me that everything will turn out okay for us too, the anxious kids. The kids who often take for granted their parents' daily sacrifices for our well-being. Meanwhile, they too have dreams themselves. It's not just us. They also want to see the world, have fun, take breaks from responsibilities, feel the different emotions and explore with or without us being present. And if you ask me, Mom, this whole thing feels just like handing out another Mother's Day card to you. I don't even remember when I stopped writing you cards in the first place. I won't be able to repay you any of the white nights because I had a fever or my toothache. I won't be able to ever repay you for warm meals you prepared that comforts me when I'm feeling down, car rides every time I'm late for tests in university, waking me up every time my alarm won't ring, baking me cakes for birthdays, having my back, supporting me, teaching me right values, and at this point, what not. I totally cannot repay you one tiny bit,
but hope you felt that you do not always have to be the one to take charge. But even for a little bit, you can also sometimes rely on me too. And even if I can't say this more often, million times thank you. Mom. Hear what I say.